სტანდარტებს. მე როგორც გითხარით და უკვე ტელემაყურებელსაც ვუთხარი, ბოლო 3 თვის განმავლობაში 125-მდე ბაღი გარემონტა, სარემონტო სამუშაოების შედეგად მოეწყო სააღმზრდელო ოთახები, გარემონტა სამზარეულოები და სველი წერტილები, ასევე სამომავლოდ არაერთი ბაღის მშენებლობა იგეგმება, თუმცა უფრო დეტალურად ჩვენი ჟურნალისტი თაკო ასათიანი გვეტყვის, სად და როდის იხსნება თბილისში ახალი ბაგა-ბაღები. გადავსებული ჯგუფების, ადგილების არარსებობის და ფუნქცია დაკარგული, გაუქმებული თუ ავარიული ბაღების მიზეზით გასულ სეზონზე თბილისის მასშტაბით უამრავი ბავშვი საბავშვო ბაღის მიღმა დარჩა. თუმცა წელს დაიწყო საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროცესი. ამ ეტაპზე უკვე გახსნილია ერთი ბაგა-ბაღი ჩუღურეთის რაიონში. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს სამგორის რაიონის, გლდანის, ნაძალადევის, ისნის და კრწანისის რაიონის 2 ბაღში. თბილისის მასშტაბით გარემონტდა 125 ბაღი. 109 ბაგა-ბაღის ერთი საკმაოდ დიდი ფლიგელი, რომელიც წლების განმავლობაში ბაღის ფუნქციას აღარ ასრულებდა და გაუქმებული იყო, უკვე გახსნილია. ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, მოეწყო სააღმზრდელო ოთახები, აღიჭრუა უახლესი ინვენტარით და სათამაშოებით, დაემატა ახალი ჯგუფები და შესაბამისად ახალი კადრები. დაახლოებით 25 წლის მანძილზე ცხოვრობდნენ იძულებით გადაადგილებული პირები, შემდეგ უკვე მოხდა მათი გაყვანა, დაკმაყოფილება და ფაქტიურად უკვე 2015 წლის ივლისის თვიდან დაიწყო აქ სარემონტო სამუშაოები, გარემონტდა, აღიჭრუა ახალი ინვენტარით, რის შედეგადაც დაემატა უკვე 8 ახალი სააღმზრდელო ჯგუფი, 50-მდე ახალი თანამშრომელი დაგვემატა და მოხდა უკვე ახალი კადრების მიღებაც და მათი დაკმაყოფილება. ისნის რაიონში შექმნილი პრობლემა უკვე მოგვარებულია. ბაღს მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის 109 ბაგა-ბაღში ყველა ასაკობრივ ჯგუფში 300-ზე მეტი ადგილია გამოყოფილი. პროცესი რეგისტრაცია დავიწყეთ, იყო ძალიან გადატვირთული ბაღები. მინდოდა დამერეგისტრირებინა, არ ვიცი, ანუ კომპიუტერით ვერავთ ვერ მოვახერხეთ. მალე შეიწყო ყველგან, ყველა ბაღში, არ ვიცი, თბილისში მე მგონი არ დარჩა ადგილი. ჩავდექით რიგში, როდესაც დაემატა ახალი ჯგუფი, დაგვირეკეთ და მოვხდით ესე. ახალაშენებული ბაღები 2016 წლის პირველივე კვარტალში ეტაპობრივად გაიხსნება. თუმცა პროექტი ამით არ დასრულებულა და სხვა საბავშვო ბაღების მოწყობა გარემონტების პროცესი კვლავ გრძელდება. მოაგვარებს თუ არა მიმდინარე სამუშაოების საჯარო ბაღში მოხვედრასა და გადავსებული ჯგუფების პრობლემას, ამას უახლოეს მომავალში ვიხილავთ. დავბრუნდით სტუმართან ერთად, ისევ საუბრობთ ბაგა-ბაღებზე და ახალმშენებლობებზე და ჩვენი გადაცემის სტუმარი ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი თემურ თორდინავა. მადლობას მოგაცემთ მოგზაურობისათვის. როგორც უკვე თქვა, მუნიციპალური საბავშვო ბაგა-ბაღები არის ჩვენი მთავარი თემა. შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ თუ კი კითხვები გაგიჩნდება ჩვენ სტუმართან 240-90-29, ასევე Facebook-ის ოფიციალური ვებგვერდი, ჩვენი ოფიციალური ვებგვერდია ქართულად დილა პირველზე ან იგივე ლათინური შრიფტით შეგიძლიათ აგრიფოთ, გახდეთ ჩვენი მიმდევარი, მოგვიწონოთ და მოგწეროთ თქვენი კითხვები, რომელსაც ჩვენ აუცილებლად დავუსვამთ ჩვენს სტუმარს. დიდი მადლობა თემურ კიდევ ერთხელ გადაცემაში სტუმრობისთვის. დავიწყოთ ბოლო დროის ყველაზე აქტუალური თემით. მაგალითად ამ სეზონზე ძალიან ბევრი ბავშვი რეალურად დარჩა საბავშვო ბაღებს მიღმა და მათ ვისაც არ ჰქონდათ საშუალება ბავშვები კერძო ბაღებში მიეყვანათ, განსაკუთრებით ალბათ მათზე აისახა ეს პრობლემა. რამდენი საბავშვო ბაღი შეემატება თბილისს და როგორ ფიქრობთ ბაღების რაოდენობის გაზრდამ შეიძლება თუ არა ნაწილობრივ მაინც მოაგვაროს ეს პრობლემა? დიდი მადლობა მოწვევისთვის. უპირველეს ყოვლისა მივესალმები ჩვენს ტელემაყურებლებს. დიახ, თავისუფალი ადგილების პრობლემა ის მემკვიდრეობა, რომელიც ახალ ადმინისტრაციას დაგვხვდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის მერმა, ქალაქ თბილისის მთავრობამ და საკრებულომ ერთობლივი გადაწყვეტილებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად დაისახა საბავშვო ბაგა-ბაღები, დავიწყეთ ამ პრობლემების მოგვარება. ყველაზე დიდი პრობლემა იყო, როგორც გითხარით, თავისუფალი ადგილების ნაკლებობა და გამომდინარე აქედან ჩვენ ერთი წლის განმავლობაში 80-მდე ახალი ჯგუფი გავხსენით მოქმედ საბავშვო ბაგა-ბაღებში, რამაც საშუალება მოგცა დამატებით ათასობით აღსაზრდელი, რომ მიგვეღო თქვათ ერთი წლის განმავლობაში, ვიდრე თქვათ ახალი ბაღების მშენებლობა დაიწყებოდა, დასრულდებოდა და ასე შემდეგ. გარდა ამისა, 2015 წელს დაიწყო 7 ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა, 4 ბაღის მშენებლობა დასრულდა, მაგრამ ამავდროულად
ჩვენ დავიწყეთ მუშაობა დახურულ ბაღებთან დაკავშირებით 50-მდე ბაღი დაიხურა წლების განმავლობაში 50 ბაღიდან ვთქვათ ზოგი პრივატიზირებულია ზოგი ვთქვათ ზოგში სოციალურად დაუცველი ფენები და დევნთა ოჯახებია განთავსებული მაგრამ ნაწილი იყო ისეთი ბაღები რომლებიც ექვემდებარებოდა სარეაბილიტაციო სამუშაო შეგვიძლია ამ თემას მოგევით ვისაუბროთ ხელა ზარი არის სტუდიაში ჩვენს მაყურებელს მივესალმებით და თოთ დასვა თქვენი შეკითხვა დილამშვიდობისა ალო დილამშვიდობის გისმენთ დილამშვიდობის ისმის თქვენი ხმა გამარჯობა მაჯგალაძის ქუჩაზე როდის გაიხსნება ბაღი ნომერი არ ვიცი ახლა ფაქტიურად და ძალიან მაინტერესებს დიდი მადლობა მაჯგალაძის 19 ნომერში დასრულებულია საბავშვო ბაღის მშენებლობა ეს არის ნაძალადევის რაიონში და პირველ კვარტალში მაჯგალაძის 19 ნომერში საბავშვო ბაღი გაიხსნება ანუ პირველ კვარტალის განმავლობაში ახლა მიმდინარეობს აღჭურვის პროცესი და კადრები დაკომპლექტება და ასე შემდეგ. ანუ პირველ კვარტალში გაიხსნება. და ასევე უბნებზე რახან ვსაუბრობთ, აქვე მინდა გითხოთ, როგორც ვიცით, თბილისის არაერთ და სხვადასხვა უბანშია პრინციპში დაგეგმილი არაერთი საბავშვო ბაღის გახსნა, თუმცა რამდენად არის ეს ყველაფერი გათვალისწინებული უბნების მიხედვით, ისე რომ არც ერთი მათგანი არ დაიშეკროს, იმიტომ რომ როგორც ვიცი, ვაკე-საბურთალო არ არის გათვალისწინებული. ანუ ჩვენ თავიდანვე დავიწყეთ კვლევა, ანალიზი თუ რომელ რაიონში, რომელ უბანში რა პრობლემები იყო ამ მიმართულებით, ანუ თავისუფალი ადგილების ნაკლებობის კუთხით. სწორედ ამ მიმართულებით დავიწყეთ ბაღების მშენებლობა, მაგრამ მომავალ წელს უკვე იგივე საბურთალოზე ვაშლი ჯვარში გათვალისწინებულია ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, ასევე გათვალისწინებულია აღდგენა გამსახურდია 23 ნომერში არსებული საბავშვო ბაღის და ასე შემდეგ. თუმცა ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე საკმაოდ რთულია ბაღებში მოხვედრა, იმიტომ რომ ვიცი ჩემ გარშემოც ბევრი ადამიანია, რომელსაც გაუჭირდა ბავშვის დარეგისტრირება და საბავშვო ბაღს მიღმა დარჩა. დიახ, ვაკე-საბურთალოს 2016 წლის პრიორიტეტია. ამ შემთხვევაში ჩვენ დავიწყეთ ყველაზე რთული რაიონები, სადაც ძალიან ასე ვთქვათ, დიდი მოთხოვნა იყო. ეს იყო ისანი, სამგორი, კლდანი, ნაძალადევი, სადაც დღეს ანუ ამ 7 ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, ასევე წანისის რაიონში მიმდინარეობს 2 ბაღის მშენებლობა, ერთი დასრულდა ზემო ფონიჭალაში, წანისის 21 ნომერში დასრულდება პირველი კვარტლის განმავლობაში 2016 წლის. ანუ ეს ყველაფერი დაიგეგმა იქიდან გამომდინარე ჩვენ კვლევა ჩავატარეთ საბავშვო ბაღებიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია თუ რომელ საბავშვო ბაღში რამდენი განცხადება იყო რომელიც ვერ დაკმაყოფილდა და აქედან გამომდინარე დაიგეგმა აღნიშნული მშენებლობები და ასევე 2016 წლის ბიუჯეტით სწორედ ასე დაიგეგმა ანუ სადაც ჩვენ 2015 წლის განმავლობაში ანუ საბავშვო ბაღების მშენებლობები ვერ დავიწყეთ გამომდინარე იქიდან რომ ურთულესი ანუ მდგომარეობა სადაც იყო იმ რაიონებში გავაკეთეთ უკვე 2016 წელი პრიორიტეტულია რა თქმა უნდა. მაშინ მე მაქვს ესეთი კითხვა, როდესაც ლაპარაკი არის აღჭურვაზე, გარემონტებაზე და მშენებლობაზე. რა ტიპის სტანდარტებია კონკრეტულ შემთხვევებში დაცული? რას მოიცავს ეს ყველაფერი? თქვა, იგივე სათამაშო ღია სივრცე, შენობა როგორი უნდა იყოს, რა შედის ყველა მათგანში და ეს ყველაფერი დაცული ჩვენ გვაქვს ანუ ჩვენ ხელმძღვანელობს ამას მერვე ბრძანებით ჯანდაცვის მინისტრის სადაც განსაზღვრული არის ის ტექნიკური ნორმები თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს საბავშვო ბაღები ეს რო გაგვიმართოთ ადამიანურ ენაზე ასე ვთქვათ ხო ანუ იგივე უნდა რომ კონდეს კეთილმოწყობილი ეზო ოთახები როგორ უნდა იყოს განლაგებული თქვა უსაფრთხოების ნორმები როგორი უნდა იყოს დაცული და ასე შემდეგ ანუ ყველა ტექნიკური პარამეტრი არის ამ სტანდარტში მოცემული მაგრამ გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანია ერთ-ერთი დოკუმენტი რომელიც მუშავდება ანუ პროექტი ადრეული სკოლამდელი განათლების შესახებ კანონ პროექტზე მაგ საუბარი სადაც საუბარი არის ყველა ამ თემაზე რაზეც ჩვენ დღეს საუბრობთ და იგივე უკვე ტექნიკური რეგლამენტი დაავალებს ყველა მუნიციპალიტეტს თუ თითოეულ საბავშვო ბაღის თითოეულ ჯგუფში ბავშვთა რაოდენობა რამდენი უნდა იყოს 2
2-დან 3 წლამდე, 3-დან 6 წლამდე, მაგრამ ჯერ ამ ეტაპზე, ანუ ტექნიკური რეგლამენტი, ანუ კანონმდებლობით სავალდებულოდ შესაძლებელი ნორმა თუ რამდენი ბავშვი უნდა იყოს თითოეულ ჯგუფში, ასეთი ნორმა არ არსებობს. ანუ საკანონმდებლო დონეზე. გამომდინარე აქედან ეს არის წლების, ასე ვთქვათ, პრიორიტეტი, ანუ წელს, რა თქმა უნდა, დიდი სამუშაოები ჩატარდა აღნიშნული მიმართულებით, მაგრამ ეს აუცილებლად გაგრძელდება მომავალ წელს. კიდევ ერთი ზარია სტუდიაში თუ შეიძლება უპასუხო. და საერთოდ ძალიან ბევრი ზარი შემოდის, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ამ თემის მიმართ საზოგადოების ინტერესი ძალიან დიდია. დილო მშვიდობისა. მოგესალმებით, თქვენი ხმა არ გვესმის ჯერ. გისმენთ? გამარჯობა. როდის გაიხსნება 128 ბაღი? და დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რომ ესე მიეცა ყურადღება. სხვაგან დაყავს ბავშვი, ყვება არის ძალიან კარგი ბაღებში. კარგი, დიდი მადლობა. 128 საბავშვო ბაღი, ეს არის სამგორის რაიონში, მოსკოვის პროსპექტზე, რომლის მშენებლობა დასრულებულია, აღჭურვა დასრულებულია, კადრები დაკომპლექტება დასრულებულია, რეგისტრაცია გამოცხადდება მომდევნო კვირის ბოლოს და გამომდინარე აქედან 128 საბავშვო ბაღი გაიხსნება 2016 წლის იანვარში. ესე იგი 125-ვე კითხვა შეგიძლია ეხლავე გასცეთ პასუხი და ზუსტი დამისამართებით. თქვენ სანამ ზარი შემოვიდა პეტაპერ ეთერში საუბრობდით ბაღებში და ზოგადად საბავშვო ბაღებში, საბავშვო ბაღის ჯგუფებში ბავშვების რაოდენობაზე. ხშირ შემთხვევაში იმდენად დიდია მათი რაოდენობა, რომ მათთან ინდივიდუალურად მუშაობა პრაქტიკულად წარმოუდგენელია. 48-მდეც კი ადის. მე მაგალითად ვიცი ესეთი ბაღი, სადაც ირიცხება 48 რეგისტრირებული ბავშვთა რაოდენობა ფართიდან გამომდინარე, ეს არის მშობლების მოთხოვნიდან გამომდინარე, ვთქვათ, იგივე ფართი ბევრ ბაღში იძლევა საშუალებას, ვთქვათ, რეგისტრაციის მომენტში დარეგისტრირდნენ რაოდენობრივად ბავშვები, მაგრამ სწრებადობა არასოდეს არ არის 100%, ანუ მე გულისხმობ იმას, რომ ვთქვათ, თუ დარეგისტრირებულია 40 ბავშვი, ანუ არასოდეს არ არის სხვა სწრებადობა 100%-ით. გამომდინარე, თქვენ საუბრობთ რეგულაციაზე, რომელმაც შეიძლება ეს არის ადრეული სკოლამდელი განათლების შესახებ კანონპროექტი, რომელშიც უშუალოდ იყო ჩართული როგორც ქალაქ თბილისის მერია, საკრებულო და ასევე თბილისის ბაღების მართვის სააგენტო, ანუ შესაბამის საკანონმდებლო პარლამენტიდან იყო ეს, ასე ვთქვათ, ინიციირებული ეს თემა, განათლების სამინისტრო და ჩვენ ერთობლივად შევიმუშავეთ ეს კანონპროექტი საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ერთად და როდესაც ეს კანონი შევა ძალაში, უკვე ტექნიკური რეგლამენტი იქნება და შესაბამისად კანონმდებლობით აუცილებლად შესასრულებელი. მაგრამ ამას უჭირდება დრო, ჩვენ უნდა მივიდეთ ამ სტანდარტებამდე ეტაპობრივად. ვერ დავიწყებდით ამ თემებზე, ასე ვთქვათ, მუშაობას პირველივე დღეებში, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის ბაღების დიდ უმრავლესობაში არ იყო უსაფრთხოების ნორმები დაცული, არ იყო ღობეები, არ იყო ცენტრალური გათბობა, არ იყო სველი წერტილი. ანუ ჩვენ დავიწყეთ ხანძრის პრინციპის ჩაქრობით მუშაობა, ასე ვთქვათ, როგორც კი პირველი ურთულესი პრობლემები მოვაგვარეთ, დავიწყეთ უკვე სხვა მნიშვნელოვან თემებზეც მუშაობა. კითხვები მრავლად იქნება, ერთ ჩვენ მეპარება, ალბათ ბევრი ზარი შემოჩვენი ეთერის განმავლობაში. მე პირველ რიგში მაინტერესებს, თქვენ ბრძანეთ, რომ 48 არასდროს არ არის, მაგრამ არც ის არის ხა ზუსტი ციფრი 48-დან განახევრებული ციფრი დადიოს, იმიტომ რომ გარკვეული წესებიც არსებობს, რომ გარკვეული გასცენების შემდეგ ბავშვი შესაძლებელია თქვენ ამ ორი სხვა მოხდეს. აი ამ შემთხვევაში აი რა პრინციპი მოქმედებს? შემუშავებულია შესაბამისი წესი, რომელიც რამდენი აღმზრდელი მუშაობს, რამდენი ბავშვთა თქვა, და ეს უფრო ზუსტად რო თქვა. წესი თუ არსებობს. ერთ ჯგუფში მუშაობს ერთი აღმზრდელი და ერთი აღმზრდელის თანაშემწე. თუმცა საკმარისია თქვენ ესე ფიქრობთ? ანუ 50-მდე ბავშვი არის და 50 ბავშვს ორი ადამიანი თავისუფლად გააკონტროლებს? არა, არ არის საკმარისი, რა თქმა უნდა, ამ თემაზე ჩვენ რა თქმა უნდა ამ თემაზეც მუშაობთ, ანუ ჩვენ ეტაპობრივად ვაგვარებთ ამ გამოწვევებს და ამ პრობლემებს. იგივე ვთქვათ, ფსიქოლოგების და ლოგოპედების არარსებობა საბავშვო ბაღებში, 50% საბავშვო ბაღებში ფსიქოლოგი და ლოგოპედი არ არსებობდა, ჩვენ დავიწყეთ თუმცა სავალდებულო ხდება და ამ თემაზე ჩვენ სტუმარით შემოგვიერთდება ოდნა მოგვიანებით და ვისაუბრებთ ამ თემაზე უფრო ცუდად. თუმცა მანამდე კიდევ ერთი ზარი გვაქვს, მოусმინოთ რა კითხვა აქვს ჩვენს ტელემაყურებელს, დილო მშვიდობისა გისმენთ. გამარჯობა, მოგესალმებით. ასეთი კითხვა მაქვს. დედა შესაძლოა მთავრდება დეკრეტული, ეს არის 4 წლად გახდომამდე. ანუ ბავშვი ერთი წლის რომ გახდება, უნდა გავიდეს სასახლეში და ბაღში წელი წლის ბავშვი ვერ მიიღვა, გადავაკეთოთ. ან თუ შეიძლება რომ გაიხსნათ
დიდი მადლობა ზარისთვის. თუ შეგვიძლია რომ უპასუხოთ. საბავშვო ბაღებში მიღება ხდება 2 წლიდან, ასე ვთქვათ, გამომდინარე აქედან, ანუ ეს ასე არის დარეგულირებული 2-დან. და შეუძლებელია პრაქტიკულად 1 წლის. ნუ, ყოველ შემთხვევაში საჯარო ბაღებში შეუძლებელია, მაგრამ ეს ის პრობლემა, რომელსაც თქვენ ვერ გასცემთ პასუხს. დიახ, შეიძლება ეს შესაძლებელია, ამაზე, ასე ვთქვათ, გარკვეული სტრატეგიის შემუშავება, თუმცა ადრეული სკოლამდელი განათლების შესახებ კანონპროექტის ამ მიმართულებით მოგვარების მოკლედ თუ შეგიძლიათ რომ გავცეთ პასუხი იგივე ადაპტირებულ ბაღებზე ვთქვათ ადამიანები რომლებიც პატარები რომლებსაც გარკვეული შეზღუდვები აქვს ვთქვათ უნარ შეზღუდულებზე საუბარი და ასევე არაქართულ ენოვან ბაღებში თუ რა ფორმით მიმდინარეობს იგივე ქართულენისალო რადგანაც ისინი მომავალში საქართველოს ღირსეული საზოგადოების მომავალი წევრები უნდა გახდნენ. დიახ, თბილისის საბავშვო ბაღებში როგორც ასეთი ცალკე ჯგუფები არ არსებობს ინტეგრირებული ჯგუფები, ჩვენ ესეთი პატარები გვყავს და ეს პატარები ჩვეულებრივად ჯგუფში ინტეგრირებული არიან და ისინი აქტიურად არიან ჩართული ნებისმიერ იმ პროცესში, სამგზავრო პროცესში, რომელიც საბავშვო ბაღში მიმდინარეობს. ანუ ცალკე ჯგუფი ამ მიმართულებით სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის არ არსებობს და ნუ არც არის გამართლებული ჩემი აზრით. რაც შეეხება ვთქვათ სწავლების ენას მიმდინარეობს ქართულად თუმცა რამოდენიმე საბავშვო ბაღში ნუ ეს წინა წლებიდან არის მოდი ესე ვთქვათ წინა წლებისშიც იყო ეს და არის ვთქვათ რუსულენოვანი ანუ ის ბავშვები ვთქვათ რუსულენოვანი ჯგუფებს ესე ვეძახით მაგრამ ეს რაღაცა ოფიციალურად და რაღაც ისე რომ ვთქვათ სხვადასხვა ენოვანი ჯგუფები არსებობდეს ესეთი რა თქმა უნდა არ არის. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენი გადაცემის სტუმარი ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი თემურ თორდინავა იყო. მოკლედ რომ შევაჯამოთ თემა რომელზეც ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით, მიმდინარეობს არაერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა და ასევე წინა წლებში დახურული საბავშვო ბაღები უახლოეს მომავალში გაიხსნება, ნაწილი კი უკვე გაიხსნა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. საანონსო ჭრის დროა ჩვენს ეთერში, მალე ვხვდებით ერთმანეთს. დროებით.